ვისი ბრალია ესე ეს თქვენი აზრით თქვენს ნამეტარი ქუჩაზე? კაი მთავრობა რო ყავს იმის. როდის დაიწყო ეს სამუშაოები დაახლოებით? 2-13 თვეა მეტი მგონი. იმიტომ ყველა უბანი გადათხრილია. მე შეჩერებულიც იყო რაღაც სამუშაოები, ხო როგორც ვიცი. და მანამდე იყო იგივე პრობლემები აქ ქუჩაზე, ასე გადაადგილება იყო სირთულე. გადაადგილება სირთულე იმიტომ რომ ძალიან ვიწრო უბანია. და ისეც არ ვარგოდა გზები ახლა თლასეთი არ იყო, მაგრამ არ ვარგოდა. ამ ქუჩაზე ცხოვრება არის გაუსაძლისი, მოუწესრიგებელი გუბეები, ტალახი. მზეში არის საშინელი მტვერი და გასვლა არის საშინელება, რა გასვლა აღარ გინდა ფაქტობრივად. რამ გამოიწვია ეს პრობლემა თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ? რატომ არის ეს ამ მდგომარეობაში ეს ქუჩა? აქ ეწყობა არასწორად ჩასვეს საკანალიზაციო სისტემა და ალბათ მაგიტა. მანქანები ვერ ცილდებიან ერთმანეთს, არის ძალიან ვიწრო ქუჩები. აღარ რთულია ამ ქუჩაზე გადაადგილება ბავშვთან ერთად, მცირეწლოვან ბავშვთან ერთად. ძალიან რთულია, ძალიან. თან ხელში ავიყვან და ისე მიყავს, რომ აგვიანებთ სანამ თუ 1-20 წუთით ადრე არ წახვედი ან ბაღში ან სკოლაში, ისე ვერ გადაადგილდები და აგვიანებ ყველგან. და სახში მოვდივარ ტალახიანი ფეხსაცმელები. იყო სამუშაოები და ეს 2 დღეა მე მგონი რაც გააჩერეს. მე მგონი ეს ტრასა დასრულდა, მაგრამ ამ მდგომარეობაში როდემდე უნდა ვიყოთ. ალბათ ძლიერ წვიმაში კიდევ უფრო მძიმე ვითარებაა, ხო? ძალიან იქ აი ჩემ ძმასთან შედიოდა შიგნით წყალი. სახში შევიდა დაჟე პირველ სართულზე რა. ეს ჩამოასხა და იმის მერე აღარ შედის, თორე ძალიან ცუდი მდგომარეობა. აშვებს ეზოში ვერ ჩამოუშვებ. სიცხეშიც ვერ ვუშვებთ, რომ ძალიან მტვერია. არ ვიცი, ვისი საქმეც არის ესე გამოვიდნენ და გაგვიკეთონ. ვისი საქმეა თქვენ როგორ ხედავთ და ვისი პასუხისმგებლობის საკითხია რომ აი ეს თავრობის რა თქმა უნდა, თავრობა უნდა მოვიდეს. არაფერში არ გვაქცევენ ყურადღებას და ჩვენ ქუჩას მით უმეტეს. გვინდა რომ მოვიდნენ და მოგვხედონ. მარტო არჩევნების დროს რომ ახსენდებით. მოვიდნენ მოხვდნენ და გააკეთონ ეს გზები, რომ არ იყოს ასეთი საშინელი სიტუაცია. ისედაც ამდენი გამონაბოლქვია. ქალაქში არ არის ნორმალური ჰაერი და ამდენი მტვერი რომ ემატება, კიდე ხო არა გაუსაძლისია უკვე აქ ყოფნა. ხალხი ვინმეს არ აინტერესებს და მაგით. სახელმწიფო ზრუნავს მისთვის, ხალხისთვის არაფერს. საკუთარი გონდეს. ხალხისთვის ზრუნავს ამ დღეში არ იქნება ყველანა და ყველაფერი. ალბათ ვერასდრომ ეგეთებას არა იმდენი ტექნიკა და რაღაცა. ჯერათ იმის რომ ამის რესურსი არ აქვს მერიას რომ ეს პრობლემა მოგვაროს. რა თქმა უნდა ექნება. მაშინ რატომ არ გვარდება? ზედამხედველობა ალბათ ყურადღებას არ აქცევს ნორმალურად. ეს ვისი პასუხისმგებლობის საკითხია? რა თქმა უნდა მერი. პასუხისმგებლობა რომ კონტროლი გაატაროს რომ კონტროლულად არ გექნება და არ სრულდება. რაზე ზრუნავს მერია და ოცნება თქვენ დაკვირვებით? ზრუნავს, მაგრამ ვითომ ხალხისთვის. ანუ რას გულისხმობთ? ხალხი არავის არ აინტერესებს. მანამდე რა ხდებოდა? არც მანამდე იყო მოსატორი სიტუაცია. მანამდე პრობლემა იყო და მე დაიწყო სარეაბილიტაციო სამუშაოები, ხო? რაღაცა იქეთ მილია და რჩენილი ვარ ამას დროში გაწელაო ჩამოსხმა მოინდომაო და უკვე იქეთ აი ეს ქუჩა დააგრეიდერეს, გაასწორეს და მე მგონი ასფალტიც მოვა რა. მაისის ბოლომდე უნდა დასრულდეს ასე. რა დაზიანდა რომ ისე ქართულდა ამ ქუჩაზე ვითარდება თუ რა? აქ სანიაგურე სისტემები და სანიაგურე სისტემები ჩაიყარა საერთოდ არ იყო რა. ანუ სანიაგურე საერთოდ არ იყო, ხო? კანალიზაციის სისტემა იყო. კანალიზაციაც არ იყო მოწესრიგებული და ახალი მილები გაიყონეს. ბავშვებიანი ეზოში ბავშვები გამოცხადეთ რა. ივალდი კიდე კალიას კიდე როგორ გინდა აქ გადაადგილო, ხო ჰაერი ჭირდება სუფთაერი გასეირდება გადაშენება ვერ აკეთებია. ხო. მანამდე წინა წლებში როგორც ვიცი პრობლემა იყო ამ ქუჩაზე ცხოვრება, ხო? მე 2 წელია ვცხოვრობ აქ და მანამდე ვერ გეტყვირებოდა. ეს 2 წელია ყოველთვის პრობლემაა ამ ქუჩაზე გადაადგილება. კი. როგორია ეს ამ ქუჩაზე გადაადგილება და მოძრაობა, რამდენად რთულია? აქ ვაფშე არ მოდის. იქ სულ მეჭხობებიან, რომ მე აქ არ შემოვა, გამოგიცხულია. და გავდივარ იქეთ ტრასაზე და მაშინ ბუძახი ტაქსის რომ მოვიდეს. უარს გეუბნებიან რომ შემოვიდნენ ამ ქუჩაზე, ხო, თქვენსა? ვერ შემოვა. რადგან ზრუნავს ახლა თქვენი დაკვირვებით, თქვენი შეფასებით მერია და ქართული ოცნება ხალხის პრობლემებზე. არ გამაცნო ახლა. არ ზრუნავს? საერთოდ არ ზრუნავს ხალხზე, არც მერია და არც ოცნება. ოცნება ზრუნავს თავის ჯიბებზე, მალაპარაკე, მე მომადგებიან სამას. ვინ მოგადგებათ? ეკალემ გაიზარდაო, ირაკლი კობახიძე ამბობს. მაგენ დეიწვა ერთ დღეს ასე გედეთ პირდაპირ, აი არა მოსავლო ეს გედე.
ასე გეზარდა მაგას ოჯახები. ჩვენ სახელმწიფოს ხალხი არ ახსოვს საერთოდ როგორ უნდა ზრუნავდეს ადამიანად ართული. რას გულისხმობ? ყველა მხრივ, აი გზა, მედიცინა, ფასები, ყველაფერს იწვევს. ფასებზე ზრუნავთ, რომ გავაიაფოთ ეს საკვებ პროდუქტები. არა, კარგად გააძვირეს პროდუქტთა საწვავით და მგზავრობა დღეს 80 წელი ახლა.